საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს ბიუროს ხდომაზე დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით 14 პოლიტიკური პარტიისა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მათი წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის სახეს. ხელისუფლება 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს და მომავალი არჩევნების შერეული სისტემით ჩატარდება. ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიღო ხელისუფლება მათი შეთავაზებული საარჩევნო მოდელი და რატომ გადაიტანა ცვლილებების განხილვის და 2020 წლის არჩევნებისთვის. ცვლილებებს, რომელსაც პროპორციული სისტემის შემოღება და გაუქმება მაჟორიტარული სისტემის ამას ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, საკონსტიტუციო აქ თავისი ვადა და გრაფიკები, ყველამ ძალიან კარგად შემოცვის, ბუნებრივად ვერ ესწრება, ხო? და ეს კანონი, რომელიც ცვლილება შევა 2020 წელს შევა ძალაში. შევა მიღების შემდეგ, ანუ 2016 წლის შემდეგ. უბრალოდ ვერ მოესწრება 2016 წლის არჩევნებამდე. იმ ცვლილებებით, რასაც უმრავლესობა და ბიძინა ივანიშვილი გთავაზობს, ეს ნიშნავს, რომ 2020 წლამდე გახანგრძლივებს ბიძინა ივანიშვილის და მისი არაკომპეტენტური უნიათო მთავრობის მმართველობა. ეს ნიშნავს ჩვენს კიდევ უფრო შემდგომ გაღარიბებას და საქართველოს ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში შესვლას. ის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა კოალიციამ, არის მინიმუმ არაადეკვატური. მათ უნდა გამოეჩინათ მეტი მიმღებლობა და მეტი სიღრმისეული შეფასება მიეცათ არსებული მდგომარეობისთვის და შესაბამისად იმოქმედათ. და ის პოზიცია, რომ მხოლოდ 2020 წელს დაიწყება მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე, რა არის ამ პოზიციის გამამართლებელი წონადი არგუმენტი, პირადად მე ვერ მოვისმინე. ვფიქრობ, რომ ეს არ არის უარი მხოლოდ არასამთავრობო სექტორის ან პოლიტიკური ძალების მიმართ. ეს არის უარი, ნათქვამი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ხელისუფლებას ემატხოვრება საზოგადოებას. ითხოვს მისგან, რომ მიცენება კიდე 4 წლის განმავლობაში უსამართლოდ დარჩენ ხელისუფლებაში. ანუ ისევ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით 2016 წელს კიდევ ერთხელ ჩაატარონ არჩევნები და 30% მანდატებისა მოიპარონ და ასე შეინარჩუნონ ხელისუფლება.